აბა დავიწყოთ ახლა საზაფხულო გემრიელი დესერტი მეგობრებო რო შეგპირდით დილას არ გაგეჩინოთ მაგრამ მეც ჩემი ვიდეო ვნახე მეგობრებო ძველი ვიდეო და იქიდან გავაკეთებ ახლა ძველი ვიდეო რო გვეზარება ხოლმე ნახვა ხო იცით გვესაჭიროება 1 ლიტრი ადუღებული ლიტრი ძელი 1 ლიტრი და ოდნავ არის თბილი ოდნავ შემოყარგებო რომ კარგად გაიხსნას თქვილი ოდნავ თბილი დავამატოთ ღვინის ჭიქები რო აი ესეთი 100 გრამი შაქარი უცბად გითხრათ დავამატოთ 100 გრამი ესე ამხელა ჭიქით ქვილი დავამატოთ მეგობრებო 2 პაჭკა ვანილი მე ეს 1 ცალი გავიპოვე სადმე მაქამდენი არ ვიცი 2 უნდა და ამიტომ ესეც ვიპოვეთ ცოტა გამეხარდა და ამასაც დავამატებ ვანილის გემო უხდება 2 პაჭკა ვანილი ცოტა მარილი ეხლა მას მოვხარშავ ესე გავხსენი ჩემო ლამაზებო კოხტებო და ვხარშავ ახლა მე ამ კრემის მასას რომ მოიხარშება გადმოვდგავ და ოდნავ სანამ შენ აი ოდნავ რა 1-2 წუთის მერე რომ გადმოვდგავ და დუღილს შეაჩერებს 100 გრამ კარაქს შევავთქვიფავ აი უკვე სქელდება მეგობრებო და ეხლა რატო ჩავფერო სულ უნდა ურიოთ აი სულ რომ არ დაგემოკლოთ და ესეთი ფაფუკი და ნაზი კრემი გამოგვივიდეს და ის არის როგორ გითხრათ რა ძალიან იული გასაკეთებელი რომ ზაფხულში ხილი ბევრი იქნება და მარწყვი ბევრი იქნება კენკრა და ხშირად გავუკეთებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს და დიდებს არ ეჯავრებათ ერთი სიტყვით ესე საყვარლად ადუღდა მეგობრებო და არ უნდა სქელი უნდა აი ესეთი თხელი აი ასეთ ახლა რო გაცივდება რა თქმა უნდა გასქელდება და რა პორციაც ავთქვი ეგ პორცია გააკეთეთ რძეში რა რომ მიიღოთ აი ესეთი მას მორჩა ახლა გადმოვდგით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და დაახლოებით 100 გრამი კარაქი თბილშივე უნდა შევარიოთ აი ასე გავხსნი კარგად და მე რასაც გავაკეთებ იმასაც ჩავწერ გაიხსნა კარგად მეგობრებო და სანამ ძალიან გაცივდება არ უნდა გაცივდეს დავიწყოთ აწყობა ჩავალაგოთ პეჩენიები აი ესეთი მხრიდან ჩავალაგოთ რომ მე ტორტივით ლამაზია ჭრი პირველ რიგში ეს ჩააფინეთ მართლა სამზარეულოს ცელოფანი არ დაგავიწყდეთ რომ ადვილად გადმოსაღებია აი ესე ერთი ცალით ჩაეტევა აი ასე ეს ეხლა ჩავასხავ ასე ეხლა ამ პეჩენიებს მე დანარჩენს აი ესე ჩავამტვრევ და ჩავყრი ამასთან ერთად მაქვს მარწყვი ჩაშაქრული და დავაყრი არ დაგინავთ გემრიელი იქნება რომ ერთი ნაჭერიც საკმარისი იქნება მე ისეთი ნოყიერი და გემრიელი გამოვა მეგობრებო
დავასხავ კიდე ახლა. აი ასე. მე ახლა ამას ცოტაში ვინახავ, რომ ეს გვიან ღამეს იქნება კარგი მეგობრებო და ეტყვით ახლა ამას ესე წამოვაფარებ. ჯერ ცოტა აქ შევანელებ და შემდეგ შევაბრძანებ მაცი ვახში და ხვალისთვის მე მგონი ან ხვალ უფრო დავჭრი და განახებთ. არის ძალიან გემრიელი. ეხლა რა უნდა გავაკეთო? ჩემ შვილს უყვარს ძალიან. სანამ ეგ გაცილდება, მოდის სამსახურიდან დაღლილი და გავახაროთ. აი ესე დავახვედრებ. ჩემო კარგებო. აი ესე. ძალიან გავახარებ. აი ესე. ამასაც დავასხავ. აი ესე. ეს 1.5 საათი საჩუქე კარგი იქნება. აი სიურპრიზ. ვიჩქარე. იმიტომ ვიჩქარე, რომ ზოგს ნერვები ეშლება, დამხვდა კომენტარები და ვიჩქარე ჩემო კარგებო. აი ასე. ამ სიჩქარეში ვიღლები გოგოებო ის სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი სხვანაირი ვიდეოების ჩაწერა და აი ასე. ამ ხალხის შენიშვნებაც გამღალა. ამას ახლა გავაჩერებ, აი გამოიყურება აი ასე, მოიცა, აი ასე. და ეს კიდე აი ასე. სულ მოვუდი 9 საათი მეგობრებო. 9 საათი. გააკეთეთ და გაახარეთ ბავშვები. შეგიძლიათ ესეთ პატარა კრუშკებშიც მოათავსოთ აბა დროებით. დამიწერეთ